საკანონმდებლო ორგანოსთან 46 დღესაც შეიკრიბნენ დემონსტრანტები, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ორი მთავარი მოთხოვნა, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და ასევე იმ პატიმრების გამოშვება, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გეტყვით, რომ დაახლოებით 1 საათის წინ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი ტრადიციულად და აქ შემოუერთდა აქ მოსულ მოქალაქეებს სხვადასხვა მარში, მათ შორის ეს იყო საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მარში, რომლებიც ჩვენთან საუბარში გვიყვებოდნენ მათი ოჯახის წევრებზე, იმ რეპრესიებზე, რასაც ახორციელებდა მაშინ საბჭოთა კავშირი და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ დღეს აქ ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ ჰქონდათ თან ბანერები, ასევე ფოტოები და ისინი თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ. გეტყვით იმას, რომ აქ ასევე იყო სხვა მარშიც, მაგალითად გლობალური ზეთის მარში, რომელიც იყო ერთგვარი შარჟი, როგორც აქციის მონაწილეებმა განგვიცხადეს, ერთგვარი შარჟი გლობალური ომის პარტიისა, რომელიც მათი თქმით არ არსებობს ისევე, როგორც გლობალური ზეთის პარტია და სწორედ მათ ჰქონდათ თან მოტანილი ასევე ზეთი, ხელში ეჭირათ ამ მოქალაქეებს ზეთი და ჰქონდათ ბანერი. გეტყვით იმას, რომ ასევე აქ რამდენიმე წუთის წინ შემოუერთდნენ აქციის მონაწილეებს სხვა მარშის წარმომადგენლებით, რომლებიც წამოვიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მათაც განაცხადეს, რომ ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მათი აზრი ასეთია და იქ იმართება ხოლმე ძალიან ხშირად საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები და სწორედ შემდგომ ხალხი მოდის ხოლმე რუსთაველის გამზირზე იმისათვის, რომ შემოუერთდეს აქციას, რომელიც ყოველდღე იმართება 19 საათზე. გეტყვით იმას, რომ აქ არ არის სამართალდამცველები არ არიან, თუმცა არის ერთი სასწრაფოს მანქანა ქვემოთ ქაშვეთის ეკლესიასთან. აქ ხალხი ნელ-ნელა ემატება და მათი მოთხოვნა იგივე რჩება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ აქ მოქალაქეები საუბრობენ გუშინ და გუშინ წინ მომხდარ მოვლენების შესახებ. გეტყვით იმას, რომ გუშინ წინ მაგალითად, როდესაც 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, 11-ვე პირი, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის იყო ანდრო ჭიჭინაძე მსახიობი, ასევე ონისე ცხადაძე, რომელიც გახლავთ იუმორისტი, ისინი სხვა 9 პირთან ერთად დატოვეს პატიმრობაში, წინასწარ პატიმრობაში და ასევე გუშინ გაიმართა ერთ-ერთი სხდომა, რომლის დროსაც ასევე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები დატოვეს წინასწარ პატიმრობაში და მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა კვლავ რჩება ის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ასევე ის, რომ გამოუშვან ის პატიმრები, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ჩვენ არჩევნების დღიდან ვდგევართ უწყვეტ რეჟიმში, ვიდექით 24 საათიან რეჟიმში აქ პარლამენტის წინ. აქედან გამომდინარე, იმდენი რამ არის გაკეთებული, იმდენი რამ არის ნათქვამი. ეხლა შუა გზაში ამი ყველაფრის მიტოვება. ეხლა თუ ვინმეს გონია, რომ ჩვენ დავიხლებით, შევცოტავდებით, ხალხმა იცის როდის, რა დროს უნდა გამოვიდეს, რა დროს უნდა მოხდეს მობილიზება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ეს ცოტა ბრძოლა, ცოტა ესეთი ნათქვამია, მაგრამ მშვიდობიან ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ერთი ნაბიჯით რომ უკან დაიხიონ, პირდაპირ თვლიან და ფიქრობენ, რომ ძალიან დიდ წაგებაში არიან. ამიტომ ჩვენ ვდგავართ და ველოდებით, როდის ჩამოინგრევა ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რადგან თვითონვე აღარ დაიტოვეს სხვა გზა. ასე რომ მე ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები გამოვლენ ციხიდან, იმიტომ რომ ჟანრის კლასიკა მოითხოვს ამას და ვიცი, რომ ადრე თუ გვიან მივიღებთ არჩევნებს. მე წარმოვადგენთ გლობალურ ზეთის პარტიას და ეს არის შარჟი გლობალური ომის პარტიის და ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც სათქმელი, რომ თუ კი გლობალური ომის პარტია, რომელიც არ არსებობს, თუ კი მისი უნდა გვეშინოდეს, მაშინ უნდა გვეშინოდეს გლობალური ზეთის პარტიისაც, იმიტომ რომ ზუსტად მათნაირად გვაქვს გავლენა, არც მეტი, არც ნაკლები მსოფლიო პროცესებზე. ორივე ვართ არარსებული პარტია. თუმცა ჩვენ უფრო მეტი რაღაც გვაქვს, ჩვენ გვაქვს ბანერი, ჩვენ გვაქვს დროშაც და ჩვენ გვყავს ხარდამჭერები. აქციებს დავდი 2019 წლის გარულოვის ღამიდან მოყოლებული, არც ერთი აქცია არ გამომიტოვებია, ახლაც რა თქმა უნდა უწყვეტი აქციების ფარგლებში თუდად არ ვარ აქ ვარ, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი არის ყველასთვის აქ დგომა, უკვე გამოიღო რაღაც შედეგები.
იმედია რომ კიდევ უფრო მეტ შედეგსაც გამოიღებს, იმედია რომ მივაღწევთ ჩვენ მთავარ მოთხოვნებს, რაც არის ტყვეების გათავისუფლება და სამართლიანი არჩევნების დანიშნვა ხელახ. მართალია, ჩემი ბაბუები თავის დროზე დახვრიტეს, მაგრამ დღეს გამოვედი ასეთი ბანერით, რომელზეც წერია, რომ მე ვარ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელიც ატარებს 1927 წელს დახვრეტილი ევგენი მიქელაძის სახელს. ამ დიდ ოჯახში მოიაზრება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მე მიმაჩნია, რომ ჩვენმა კოლექტივმა დღევანდელ რთულ პერიოდში აუცილებლად ერთხმად და ხმამაღლა სიმფონიურად უნდა გამოხატოს მძაფრი პროტესტი იმ უმსგავსობის და უსამართლობის მიმართ, რაშიც ვცხოვრობთ განსაკუთრებით ეს ბოლო თვეებია. ჩემი ბებია და ბაბუა, სოხუმელები, დავით ადამია, მარიამ ადამია გაბისონი. რომ პალტო მოიხურეთო, მეუღლესთან გაქვთო პაემანიო, და ამ დროს უკვე წინადღი დახრეტილი იყო ბაბუა. ბებიასაც იგივე ბრალდება კონტრრევოლუციური საქმიანობა, დააკავეს 37 წლის ოქტომბერში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის. დახვრიტეს 38 წლის 16 იანვარს. 17 იანვარს სახში მოაკითხეს ბებიას. ეს გახლავთ ჩემი ოჯახის წევრები. 100 წლის წინ ჩემი ოჯახის წევრები დაიხოცნენ, ამოწყდნენ ასე ვთქვათ მთელი ოჯახი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი არ უნდათ, ხო, რუსეთს ებრძოდნენ და ზუსტად იგივე თაობები შეიცვალა და იგივე დღეში აღმოვჩნდით. იგივე სიტუაციაში ეს 100 წლის წინ რაც იყო, იდენტურია, ასე მგონია დღესაც. რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ გრძელდება საპროტესტო აქცია. მე ახლა ჩვენს ოპერატორს ლევან შერმადინს ვთხოვ, რომ განახოთ კადრში თუ რამდენი ხალხია აქ მოსული. გეტყვით იმას, რომ აქ არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი, რომლებიც ამბობენ, საუბრობენ თავის ორ მთავარ მოთხოვნაზე, ხელახალ არჩევნებსა და პატიმრების გამოშვებაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გეტყვით, რომ უკვე 46 დღეა სწორედ ასეთი ვითარებაა რუსთაველის გამზირზე და ის ყოველ საღამოს იკეტება ხოლმე, მას ყოველთვის უერთდება ხოლმე სხვადასხვა მარშები და გეტყვით იმასაც, რომ აქ მოქალაქეები აპროტესტებენ იმასაც, რომ გუშინ თბილისსა და ბათუმში დააკავეს საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა პირები, მათ შორის გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებითაა დაკავებული. გეტყვით ასევე იმასაც, რომ საქართველოში ეს აქციები უკვე 40 დღეზე მეტია იმართება და მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ აი ამ საპროტესტო აქციებს იქამდე, სანამ ქართული ოცნება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. გეტყვით იმას, რომ სწორედ ეს აქციები და ეს პროტესტი მოყვა იმას, რომ 28 ნოემბერს ირაკლი ყობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე და იმ დღიდან უკვე საქართველოს მოქალაქეები გამოდიან რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ მის ასეთ გადაწყვეტილებას. ასევე ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა კანონებს, რომლებიც მიიღო საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ისინი არ შეწყვეტენ ამ პროტესტს, სანამ ხელისუფლება მათ სიტყვას არ შეისმენს. თქვენ ხედავთ ვითარებას რუსთაველის გამზირზე, აქ ნელ-ნელა ემატება ხალხი საპროტესტო აქციას. ჩვენ ადგილზე ვრჩებით, ასეთია საპროტესტო აქციის 46 დღე და მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხვა დღეებშიც გამოვლენ და გააპროტესტებენ ხელისუფლების პოლიტიკას.